მნიშვნელოვანი ვიდეო გავრცელდა ამ დღეებში ინტერნეტ სივრცეში. ქალაქემ უბრალოდ გადაიღო კრწანისის ტყეპარკში, როგორ მიმდინარეობს პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში. უწყვეტ გულისხმობ, რომ შეუფერხებლად მუშაობს იქ ტექნიკა, მე როგორც ვიცი, თურქები არიან, სინჯებს იღებენ, სხვადასხვა სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტექნიკა მუშაობს და აი არაფერი არ ეთყობათ ამ ადამიანებს, რომ მათ რამე უშრით ხელს მუშაობაში. მოდი ეს ნახოთ ეს ვიდეოც. ახლობებით 2 კვირა დავდივარ კრწანისის ტყეპარკში. და მოკლედ შეუჩერებლად მიმდინარეობს ეს მიწის სინჯების აღების სამუშაოები და ერთადერთი წვიმიანი დღეები როცა იყო მაგ პერიოდში იყო შეჩერებული დანარჩენი მიდის აი ყოველდღიურად ინტენსიურად მიდის არაფერი ამათ ხელს არ უშლით და მუშაობენ ეს თურქი ადამიანები და თურქი ეროვნების ხალხი იღებენ ჩვეულებრივ ამ მიწის სინჯებს შეუფერხებლად ყოველდღიურ რეჟიმში რა ვიცი ასეა საერთოდ სპეცსამსახურები მოქმედებენ შემდეგი პრინციპით. თუ სისტემა რაღაცა პროცესს ვერ აჩერებს და ფაქტია, რომ სისტემა ჩვენ ვერ გაგვაჩერებს. რამდენი მცდელობებიც არ უნდა გქონდათ და მომავალშიც ექნებათ, ფაქტია, რომ ჩვენ ამ ლაშქარს, ჯარს ვკრებთ, ყოველდღიურად გვეწერება ათეულობით ადამიანი ამ თანაორგანიზატორების სიაში, რომელიც ჩვენ საბოლოოდ მოგცემს იმის საშუალებას, რომ არა მარტო 20 სექტემბერს გამოვიყვანოთ მრავალი ათეული ათასი ადამიანი, გრძელვადიან პერსპექტივაში პერმანენტული გამოსვლები გავაკეთოთ, აი ტალღა ავაგოროთ მოძრაობის სახით და საზოგადოების ყველა წევრი ჩავრთოთ, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები, ვისაც მართლა გულწრფელად აინტერესებს ეს პრობლემა და აწუხებს, ხადია, ეგეც ყველაფერი გაკეთებული იქნება. ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად ჩვენ ვერ გაგვაჩერეს. ეხლა იბადება ლოგიკური კითხვა. შენ თუ რაღაცა პროცესს ვერ აჩერებ, სისტემას გულისხმობ. შენი გამოსავალი რა უნდა იყოს? უნდა ჩაუდგე სათავეში. ყველა სპეცსამსახური ეგრე მოქმედებს. თუ შენ რაღაცას ვერ აჩერებ, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი მოქმედებებით, შენი აგენტებით დააბნიო საზოგადოება და აქცენტები სხვა მიმართულებით გააკეთებინო. ხატია ჯანაშია და მან არც არავინ არ ამეტი, ემსახურება აი ამ სპეცოპერაციას. მისი ამოცანა არის საზოგადოება დააბნიოს, შეუქმნას ცრუ ილუზია, რომ ვითომ ის რაღაცას იცავს, არადა რას იცავს, ფაქტი დაიდო, რომ ჩვეულებრივად მუშაობა მიმდინარეობს. დაცულის რა ეთქვა? ხო, მე მგონი იმათ იცავს. ნახე, არის ეგეთი მომენტი ხა შეიძლება აქეთ გითხრას რაღაცა, შენ რატო არ აჩერებ და ჩვენ
ჩვენი სტრატეგია ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ იქ ტრაქტორის გაჩერება და ვიღაცა მუშასთან კამათით ეს პრობლემა ვერ გადაწყდება. არა, მუშასთან კამათით არათუ ვერ გადაწყდება. მუშასთან კამათი სპეციალურად სპექტაკლი იდგმევა იმისთვის, რომ საზოგადოებას არასწორი აღქმა შეექმნას. მე ლოგიკურ კითხვას ვსვამ. ქვეყანაში, სადაც ტროტუარზე დგომის გამო ხალხს იჭერენ. ქვეყანაში, სადაც სოციალურ ქსელებში კომენტარის დაწერის გამო ხალხს აკავებენ. აი რაღაცა ტრანსპარენტით რო გამოხვიდე და რაღაცა ისეთი დააწერო შენ იმას ტრანსპარენტს, რაც არ მოეწონება ხელისუფლებას, ამის გამო მოგივარდება პოლიცია და დაგიჭერს. ასეთ ქვეყანაში ხატია ჯანაშია პოლიციის გვერდით რო დარბის და ვითომ რო ეჭიდავება იქ ვიღაც მშენებლებს და პოლიცია რო არაფერს არ აკეთებს და ამას ისე უყურებს, მე მგონი ყველაფერი გასაგებია. ხო, ამას სპეციალურად აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს, ისეთ ადამიანებს, რომლებმაც არ არიან ინფორმირებული, ვერ გადაამოწმებენ, თვითონ ვერ ჩავლენ იქ, ვერ დაათვალიერებენ იქ აურობას, შეუქმნან ისეთი ილუზია, დაამშვიდონ, დააწყნარონ, მობილიზაცია რო არ იყოს საზოგადოების და ეგეთი სპექტაკლი დაუდგან, რომ თურმე ხატია ჯანაშია იცავს 6 მილიარდიანი პროექტისგან ამ ქვეყანას. მე მგონი, ეს არის, როგორი მარტივი სპექტაკლი, იცი? და გასაგებია რომ ეხლა ვინ ჭამს ამას, ვინ დაიჯერებს ამას, რომ ხატია ჯანაშია ეხლა რაღაცას იცავს. ხატია ჯანაშიას ნაირი შექმნილი კრეატურების ფუნქცია ჩვენ შემოგვიდიონ. მათი ამოცანა არის, დააკვირდით. ეგეთი ოდიოზური ფიგურები რატომღაც გვიტევენ ჩვენ? იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებაზე გააკეთონ აქცენტი, იმის ნაცვლად, რომ თითქოს და, ერთად ვებრძოლოთ სხვებს, ეს ხალხი რატომაც ჩვენ გვიტევს. მე საზოგადოებას შევახსენებ. საერთოდ ამ არაბიზაციის და ამ არაბული ქალაქების მშენებლობის შესახებ საზოგადოებას ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენ. 2025 წლის იანვარში შეგიძლიათ ეს ყველაფერი გადაამოწმოთ ჩვენს YouTube, Facebook გვერდებზე დევს, დასერჩეთ 2025 წლის იანვრის ჩვენი გადაცემები ნახეთ. როდესაც კაციშვილმა არ იცოდა ამის შესახებ, ყობახიძე იყო თავად ჩასული გაერთიანებულ ემირატებში, შეხვდა იქაურ შეიხს, ამ კომპანიის ფლობელს შეხვდა და როგორც კი ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა, ჩვენ დავიწყეთ აქტიური მოძიება და 2 წლის წინ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ ეს იგეგმება. 2 წლის წინ ჩვენ ვიყავით პიონერები ამ საკითხის საზოგადოებამდე მიტანის კუთხით. შემდეგ, როდესაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის Facebook გვერდზე ოფიციალური განცხადება დაიდო, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა მომზადდა და მალე დაიწყება მშენებლობები, ჩვენ ყისიერად დავაფიქსირეთ, დავაანონსეთ მოძრაობა და აქციაც, რომ ხალხის მომზადება მოხდარიყო და ჩვენი აქციის დაანონსებასთან ერთად ეს ქალბატონი რატომღაც დაგვიპირისპირდა ჩვენ, საერთოდ ნებისმიერი სპიკერი, ვიღაცა სამოქალაქო აქტივისტი, ბლოგერი, რომელიც ისარს თავარ პრობლემაზე არ ასწორებს, არამედ სხვებს უტევს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. არც ერთი ნორმალური ადამიანი, არც ერთი ჭკუად მყოფი ადამიანი თავისი ნებით არ მიუვარდება ბავშვთან ერთად მყოფ სხვა ადამიანს და რაღაცა პროვოკაციულად ტელეფონით შეურაცხყოფების მიყენებას და ამის გადაღებას არ დაიწყებს. არის ჩვეულებრივად სუსის ხრიკები. ლიბერალი ჟურნალისტები რო დარბიან, ხო, დაგეშილები რო ყავთ და ტრენინგები რო გავლილი, როგორ ჩაატარონ ეს სპეცოპერაციები, ერთი და იგივე ხელწერაა. მაგათი მთავარი ამოცანა ხალხის მოდუნება, არასწორი მიმართულებით აქცენტების გაკეთება, ურთიერთქიშპი, პროცესის მარგინალიზაცია და იმ ილუზიის შექმნა, რომ რაღაცას აკეთებენ. ხატია ჯანაშია რამეს თუ აკეთებს, იცავს იქ მომუშავე თურქულ კომპანიას სხვებისგან. ეგაა მაგის დავალება,
რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე, მაგრამ ნუ ცხადე ახლა ჩვენ ამის საშუალებას სუს არ მივცემთ, ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ, ვიღაცა გიჟ ქალს კი არა. ჩვენ ყოველთვის არასოდეს არა ვართ აი ურთიერთდაპირისპირების, მით უმეტეს ერთ ფლანგზე ყოფ ძალებთან დაპირისპირების, კინკლაობის, რაღაც საჯარო გარჩევების ინიციატორები არასოდეს არ ყოფილვართ. და ავხსნით რატო ვაკეთებთ ამას. მთავარი აქცენტი და მთავარი მიზანი უნდა იყოს ხელისუფლება კაცო. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ენერგია, ჩვენი ტყვიები სხვა ვიღაცაზე დავხარჯოთ. ეს არ არის პროდუქტიული, ეს კონტრპროდუქტიულია. ხოლო ვინც მთავარ აქცენტს ხელისუფლებას არ მიმართავს, არამედ კინკლაობას, დაპირისპირებას, საკითხის მარგინალიზაციას უწყობს ხელს, ან შტერია, ტვინი არ აქვს და ვერ იაზრებს, ან ამას აკეთებს შეგნებულად, ჩვეულებრივი სუსის ოპერაცია. რაც შეეხება ამ ქალბატონს, ეს ქალბატონი ამას აკეთებს შეგნებულად. ჩვეულებრივი სუსის სპეცოპერაცია, რათა მოხდეს ამ საკითხის მარგინალიზაცია, რათა მოხდეს საზოგადოების დამშვიდება, ილუზიის შექმნა, რომ ვითომ ეს ქალი აჭერებს თურმე 6 მილიარდიან პროექტს და პოლიცია თურმე მას ვერ ეკარება ისეთ ქვეყანაში, სადაც ტროტუარზე დგომის გამო ხალხს იჭერენ. ამიტომ რაც ამ კადრებში გასკდა და ყველა ხედავს და ყველა შეუძლია მივიდეს და საკუთარი თვალით ნახოს, რომ არც-ერთი წამით მან მშენებლობა და მიწის სინჯის აღების პროცესი არ გაჩერებულა. სამწუხაროდ ამას არ ვამბობთ, ჩვენ ნიშნის მოგება. არ ვამბობ, კაცო, რა შუა შენი. არ გაჩერებულა მეგობრებო და არ დაიჯეროთ, რომ იმ ფორმის მოქმედება რა ფორმითაც თქვენ ისინი გარწმუნებენ, რომ ეს გააჩერებს და პარლამენტთან ისვა უბრალოდ ორთქლის გამოშვება, მაგას ვერ გააჩერებს. არც ერთი წამით ეგ არ დაიჯეროთ, აგერ ფაქტი, ეს კადრები და ვისაც თუ ინმეს ამ კადრების არ ჯერა, თქვენ თვითონ მიდით და თქვენ თვითონ ნახავთ ადგილზე თუ რამე გაჩერებული. ამ ქვეყანაში არსებობს ანალოგიური მოძრაობა, რასაც არსებობდა ანალოგიური მოძრაობა ნამოხვან ჰესის მოძრაობის სახით. რომელმაც სწორი ნაბიჯებით და ჩვენც ვიყავით მაგ მოძრაობის მონაწილენი, ჩვენც აქტიურად ხარს უჭერდით და მათ შორის საპროტესტო მოქმედებებში, დემონსტრაციებში ვიღებდით მონაწილე. ხარს უჭერდით თავიდან ბოლომდე საინფორმაციო კუთხით, ჩვენს ეთერებში ჯერ რომ საზოგადოებამ არ იცოდა, ჩვენს ეთერებში ჟღერდებოდა. როგორც მაშინ მოხდა გაჩერება სხვადასხვა ღონისძიებებით, მათ შორის თბილისში აქციებით, კაცო. თბილისში აქციებით. იქ რომ მშენებლობა მიმდინარეობდა მაგ ჰესის თბილისში აქციები ეწყობოდა. და სულ უფრო და უფრო მძლავრი და რეზონანსული ხდებოდა ეგ მოძრაობა. მხოლოდ ამან გააჩერა ნამოხვან ჰესის მშენებლობა და არა ბღავილი და რაღაც ეგ სცენების დადგმა პოლიციის გვერდით.